რა ვიცი, სხვა ზრუხას კრინჯამსო და გაუგიჟდი, კაცი ჩემები ქატოს არ ჯავენ. ის სუნი დაბული საქონელის შედის ორგანიზმში და გრძე არის ბაქტერიული. და საუნდაზე იყვანო. და რაც ხარ ერთმანეთს მივახუტე იქინე და შიგეიდანეს მშიერი თავი რავი. დება უფალს. ახლა იმდენი დღე გავიტანა, მაგრამ ერთი დღე იმ ფერებმა გატარებული რომ ალბათ ადამიანი დაიბადება, მოგდება და იმას ვერ განიცდის. ხო თუ რაღაცა დიდი საგანგაშო ამბავი არ მოხდა, არ ვიცით, წლობის განმავლობაში რით ვიყვებებით. ესეც თოლმა დაანგრია. ესეც თოლმა დაანგრია 10 მეტრ აქციდზე. ეიშალა მოყვარდა როხები შიგნით. მაგრამ ნაწილი გადარჩა. როცა დუძახებთ, არ უნდა მოატყუო. კაცის არ იყო საქონელი და უნდა მოატყუო. როცა უძახი რაღაც უნდა დაახტო ცოტა. ჯოჯოხეჯი უნდა მოხდეს, ვინც ხანი ტელეფონზე იგაკეთა. ეკრანი გუგეთა ტელეფონს. რავი, ერთი იმხელა ვიზდები სიმაღლეში, რომ მოდის მოხმარებელი და კაი იყო და უზურგეთში აფერს თუ გავშინჯავდი არ მეგონა და ესე უძახის ახონელი რაფერი მისი ტვინი აქვს და დროსაც ხდება. დეინახავენ დროს მორბიენ სახში. ხუჩაბათობით ვაჭუნდით მარილს. ასე რა ვიცი, სიმამასავლა და კი ვაჭუნდით ასე და ხუჩაბათით თუ რომ გათენდებოდა და მარილს არ მიცემდით, ბავდნენ, არ მიდიოდნენ საძოვრად. სანამ იმას არ შეჯამდნენ, მაგრამ დროს რა ფეხდებოდნენ. ხუჩაბათი იყო, მაგას ვერ ხვდები. თითქმის 5-6 საათი გვაგვიანდებოდა ამ ძროხების თავმოყრა და ეხლა 15 წუთში ყველა ვიცით სად რო. ამერიკა ხარ კრუკში მინდორია. სეითაა წასული, რომელ მხარესაა წასული, იგი არ იცი. აი ძალიან მარტივია, გადახედავ რომელ მხარესაა წასული, და იმას იზამ. კიდეც ვითვლიდი დამით. ერთი პერიოდია შემოდგომაზე სულ არ მოყვავდა. უბრალოდ ზეიდან ვითვლიდით და ასე ჩვენი სახელები ქვია ზოგს ლამაზო ზოგს შელარეც და იმით ნახულობთ რომელი აქ და რომელი არა. წლების წინ ჯოხი რო გეჭირათ ხელში და ასე მწყემსავდით ჯოხებს, ახლა პულტი გეჭირავთ ხელში და გურული კაცი მოკლედ რას არ მოიფიქრებს. ცნობენ ეხა დრონს თუ როგორ ხდება ეს ლოჯისტიკა გვეხსენით. რავი, მგონია რომ ხთებიან რომ მოვედი. რა ვიცი, ან ხმის ეშინიათ, ან რაღაც რავი. ჯაშვებენ დრონით. გაჩვენებ. მიმართულებას აძლევთ? მიმართულებას უბრალოდ ცოტა შევაშინებსავით და მოდიან რა ხთებიან, რომ გამოჩნდებიან ეს არა. რომ დეინახავენ დროს საღამოს უფრო მოდი. ის აღარ ჭირდება მისვლა, მოდენვა. ეს რამდენი ხანია რაც დრონს იყენებთ ამ ამბავში? 4 თვეა 5. შემოდგომა ამით გავატარებ. შემოდგომაზე. როგორ მიაჩვიეთ მე? პირველი გამოცდილება როგორი იყო? დრონით წყემს. ჩვენ გაგვიჭირდა თორე მაგას არა. და რაფერ სასწაული არსებები ყოფილარიან ესენი. საქონელი ასე ჩვენ ველური პირობებში ყავს. ხო და ზამთარში ვცდილობთ რომ რაც შეიძლება ნაკლები დავხარჯოთ, არ ვაჭამოთ, მისით იკვებონ და თუ 1-2 აჭამ. მე აღარ მიდის სავალახოთ. ზარმაცობს, მოდის და ერთი ანცი ბაღანური იქნება, გიბღავის ელი დღე ისე დაგზნევს მაჯამეო. და თქვენც არ იშლით თქვენსაც და აჩვენთ. არა, ვიგი, სანამ ახლა ფიფქი არ ჩამოვარდება, იქამდე არ ვაჭვევთ. მისით არა, ბუნებაში რა, ბალახსაც მისით პოულობს და ყველაფერს. ბალახზე რო ყავს, ეგერ ქატოს უყრიდით, იმისა ძალიან მძიმე ზამთარი მქონდა და ნახევარგზნობა მშიერები მქონდა და მე თქვი ცოტას დევეხმარები მეთქი რა, სანამ ახლა კარგად წამოვა ბალახი და ახლა ერთი კვირა ბალახი რაც წამევიდა. და უყრიდი ქატოს და რა ვიცი ახლა იგი არა ჰიგიენურად მეჩვენა და ქატოს არ ჯამდნენ. ხოდა რა ვიცი, სხვა ზრუხას კრინჯამსო და გაუგიჟდი, კაცი ჩემები ქატოს არ ჯამენ. ჯოხი ვცემდი, ახლა სიწმის ნაკიდი ქატო და ღერღილი არ მიჯამეს. მაგ საკითხს რომ არ შევეხო ფერმერი კაცი არ შეიძლება. რას ფიქრობთ თქვენ მაგაზე? თან ამხელა გამოცდილი ფერმერი კაცი ხართ დათო და საქონელი ასე იმათ მისით რომ მოგდებ შეერი არ შეჯამს. რაღაცას სუნს უკარგავდნენ აუცილებლად, საქონელი სუნით ხდება მის საკვებს. იმისა სუნავს ახლა ვაკვირდები სუნავს და მის ხდება უბრალოდ ჩავატაროთ ექსპერიმენტი, რამეით დაუსვაროთ იგი ქატვა რაცა ნახე თუ დასუნავს და აი პირს არ დაადებს, არ შეჭამს და მაგ რაღაცა ქიმიური იგენი იქნებოდა, მაგრამ მე კი არ იქნა ძალიან გმოფ მაფერი იმას რა
ადამიანმა ასე არ უნდა იქნას, იმიტომ ბავშვებია, ყველა ოჯახში შედიოდა მაგიდან ზედა პროდუქტი. მაგრამ რა მომეწონა იცი ამაში? ცოტა მოსახლეობიდან ხედავ ამაზე აქტიურობას. მარტო მოსახლეობა არა, ვისაც ეხება ცოტა ზეითას დაფიქრდებიან და რა ვიცი, ასე ჩვენ ფერებს, რომელსაც ნატურალურზე და თვითონც იფიქრებენ. ყველა იფიქრებს, ვიცხას ბავშვის ის უნდა ამ ნატურალურ პროდუქტზე. ახლა სად ასე ვიგია, საქვია მოპოვებული პროდუქტი და სად სკლინდით. ჩვენები რას ამბობდნენ უფრო ვიგენი რა, მოხუცე ყველას ვეკითხები რაღაცას. ნატურალური ზეო, როცა საქონელი გიბია, ბაგაზე გიბია, იქ ვერ მიიღებ. სუნი ხოდგანა. იმ სუნს ჩვენს რომ შევდივართ, ჩვენ გვიდინდება, ხო? ის სუნი დაბული საქონელის შედის ორგანიზმში და რძე არის ბაქტერიული. როცა დაბული ყავს. და არის რძე, რომელზეც გრძნობ რაღაცნაირ სპეციფიკურ მაგია არის ბაგური, იმიტომ აი ძველები უფრო აი გაშოვილ სიმაშობილ საქონელს არ ამბავენ, დაამბავენ მოწველიან და უშობენ რომ ასე უფრო იქნას ქარი სუფთა გარემოს თვითონ პოულობს და იმ საკვებს მიირთმევს, რომელიც წვიმაში ახლა გარეთ რომ ვიგიდე მაგარი წვიმა რომ ყოფილა და ახლა მიყვარს რა ძალიან მიყვარს და მიდარდიან და სად არიან და რა შობიან ახლა ამ წვიმაში რა სეტყვა რაცხა კი ნახავ ამ ტყეში იმფერიგი აქვე მშრალი ადგილი რაცხა მონახული ხის ქვეშ ემძრალი თავისით და უფრო გამოდიან თუ გინდა უბრალოდ გეტყვი ხფორ იგი რომელიც ახლა დაწნეული მყავდა და ხნა ახალი რაცხას ვეფერებოდით აბა იგი მოწოვე აბა დადეკი ფეხზე რო იგი საცხა ტყეში რომ ხნა და მისით მე იყვალა იქ უნდრუშობდა ასე ბუნებას მისი იგი აქვს რა დამიჯერეთ. სხვა ენერგიას აძლევს პირუტყვსაც, ხო? კი. აი ცხოველია და უფრო ურჩევნია ტყეში და იმაშია საქმე. გონი მან თავარი ამბავი თავისუფლებაშია. თავისუფლება. ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია თავისუფლება და ყველას სხვანაირად სიკეთით შეუძლია ამ თავისუფლების გამოყენება, ხო? მათ შორის პირუტყვსაც, რომელიც ხო, რომელიც უფრო ლაღი, ენერგიული, მოძრავია, როგორც მეუბნებით დათო. კი. აღა დიდი ზაქი ხედავდა დამენგრა იგი გადავიყვანე იქით ვიყავი მომზადებელი მე თვითონ ახლა ფერმერი ვარ და ვიყავი მომზადებელი მე ჯერ ახლა იგი თოვლი არ მინახია აქეთ ისე გევიზარდე მაგრამ ცოტა ფერმერი ხა ცოტა უფრო მომზადებულის უნდა ყოფილიყავ შიმშილი მოუწია სანამ გზას გავხსნიდი პურები შემოქონდა და პურებს ვაჭუმდით აქ დათო აქ იქ 6 საათი მაგვიანდებოდა აქამდე მოსლამდე გადასახოვიდან გუყვალავ თოვლში და რამდენი ატურის წამეიღებდი მქონდა თითო 25-30 სალიპური ასე 2 წელოფლით მეტი საქონლის გაყვანის შანსიც არისო გაყვანის შანსი არისო იმისა იქით ნატანებში დაინგრა ფერმა იქინაც მქონდა ხო ჩვენი ფერმა იქინაც დაგჭა ღიაცის ქვეშ საქონელი წარმოედგენი ახლა ერთმანეთ დუუფაროს ყველას გახარ აქ გახარ ყველა არც მანქან აზელოდები აფერი და ყავს აი ძროხები აქედან გამოყვანილი რომელიც გადარჩა და საუნდაზე იყვანო და რაცხა ერთმანეთს მივახუტე იქინე და შიგეიდანეს მშიერი თავი რავი დიდება უფალს ორს ვაჭუმდი რა ვიცი მეუნებოდნენ რომ თუ ჯამთელია თუ საღია ამას ვერ იზამდა ერთერთი ჯიშიანი იგი რომ ჯიშიანი თქვა გამოყვანილი ჯიშები და რომა ვერცეთი ვერ გუძლებდა ვერცეც ვერ ნახავდა პატრონი თოლებადნებოდა აი ჩვენი ჯიშები აი უფრო მოველურო ჯიშები რა ვიცი დიდება უფალს კუჭები დაბადარებული ხოდა თავიდან რომ გამუშვი ვიფიქრე აგეს რაღა ეშველება მეთქვა ნელ-ნელა ახლა მოვლიან დაინახავ რომ რა ვიცი იმათ არ არიან ახლა მაგრამ უკვე საქონელს გავენ და ვისი ჭამენ და მისი თულიან თავდა დაზარდეთ მოკლედ აი ჯიშიანებს აი სიცივე დაი რომ უწია ბევრს გადასხმები დაიდაჭირ და ვეტერინარების ჩარევები რომ ფეხზე დამძგარიყო ყავდა ჯიშიანი ძროხები დათო თქვენ მყავდა მაგრამ რაცხა პატარობიდან ჩვენთან იყო ჯერსი რა თუ შეიძლება კიდევ ამ ჯიშზე საუბარი რა ხო და ახლა თუ მევიდა გაჩვენებ თავი დიდება უფალს ყველაზე უფრო კი დასუსტდა მაგრამ გეიტანა არც აქცეული აფერი გეიტანა თავი ერთი თვის წინ გელაპარაკეთ გონი ხო თუ თქვენ ნახევრის წინ ვაპირებდით იმ სამი ფერმის მშენებლობის პროცესი იყო მაშინ და დათომთხოვა რომ ბარემ მივამთავრებ ბოლომდე კარგ ფორმაში მოვიყვანო და ვასიამოვნოთ ჩვენი მაყურებელიო როგორც ამას ვაკეთებდი დავრეკე ეხლა გავიგე ორი ფერმა ესეთი ამბავი მოგსვიათ თოვლის გამო ვაპირებდი უფრო გაზდასაც ვაპირებდი ამ საქმეს წარმოედგინე 3 ეტაპზე გავყევი ფერმა რომ რაც შეიძლება მაქსიმუმად გავზარდნეთქინდა აი მინდვრები ნაყიდი მაქვს და აქამდე მინდოდა კორტგლის ფერმა თხაის ფერმა მაქვს
კურდღლის მინდოდა, რაღაცა მწყერი მინდოდა, რაც შეიძლება რა, ვაწარმო, ყველაფრის მინდოდა, მაგრამ არ ვიცი, კიდეც იფქენი ცოტა ამან ძალიან იგი იქნა ახლა უკან დამხია თან ფსიქოლოგიურად პატარა კიდეც გამტეხარ არც უნდა ვამბობდე აი ზარალდემას რომ იღებს საქმეში ცოტა იმაშვება ბორძიკობ მე გავაგრძელო კიდევ თან გარშემომყოფის ფერმას რომ გეიგონებენ და ფერაცხას ვალინკას და იმას გინდა ოჯახის წევრი იყოს გინდა მეგობარი რჩევას იმ ფერს გაზდებს გაანებეთ თავი წამოვის საქმის მეტი რაია ვეცოდები ახლა ყველას იმისთვის რომ გენახა ალბათ ერთი დღე ახლა იმდენი დღე გავიტანა მაგრამ ერთი დღე იმ ფერებმა გატარებული რომ ალბათ ადამიანი დაიბადება მოგტება და იმას ვერ განიცდის. ძალიან გიდახა ღამის 12 საათზე რომ დაამთავრებდი ახლა თოვაში საქმეს რომ დაამთავრებდი ახლა წყალს დაალებდი წყლების მისიც უნდა დელია მაგრამ შუქი არ იყო გაწყდა შუქების იგი ნაცა ჭაი იყო იქიდან ვიღებდი იმას წყალს მარტო ვიღავ ვიფიქრე არ ჩავარდებენ თქვენ ახლა შორიდან იმავშევოდი თან არ ჭაი ჩანდა აფერი არ ჩანდა ძალიან დიდი სტეიგი იყო თოვლი იყო და ვერ გაგტეხათ ვერაფერმა დიდება უფალს ძალიან მაგარია, იმიტომ რომ თქვენც ეგეთი ხასიათი გაქვთ. ვაპირებ ახლა შეიძლება იმხელა მასშტაბებით არა, მაგრამ ამ საქმეს არ დავანებებ თავს. Yes. სანამ შემეძლება, რა ვიცი და ფეხზე ვიქნები. აბა რა. თან უგიჭის ახლა უფალიც გეხმარება რა. იმ ხონდა ახლა წელის პრობლემები ამდენი ბავშვობიდან იმფერი ჯაფები დაიმიწევდა და რა ვიცი ყველა რომელი ექიმთაც მივედი, ყველამ დაინდა გამომეკიდა საოპერაციო ხარ სასწრაფოა და დედას გაბიცეთ თბილისიდან რომ მოვდიოდი იმას საქვია გზაზე რომ გაგჭედოს და რა სულ რაშობიო მოსული ხარ აგება გეიკეთე ოპერაციო წევედი მეორე ექიმთან თუმცა არ ვიყავ ერთად დაყოლე მეორე მციგივე მითხრა იგი ჩამევედი და რა ვიცი ლაფაზგა მომიხდა მე აღარ ამდგენი ნეტა დროზე გამიგვაგ მე ორჯერ დამეწევნენ დანით ხო იცით მაგ წელის პრობლემის გამო არა არ არცეც არ უთქვია რომ ლაფატკა მუშაობს მაგრამ კი ყოფილა ლაფატკა ხედავთ შრომა და სოფელი ყველაფერს უხდება თურმე მაგრამ მიშველა და ძალიან ბევრი თოვლი მაქვს წელს ნათოვლიდან ნაკვალავი გზები ამ ძროხების გადამდგება გურიას საერთოდ არ ვიცი რა გურიამ სერიოზული ამბავი გადაიტანა ამ წელს ხო ყველას უჭირდა სათბურები ვისაც ქონდა ეგენს დაენტრა ხალხს ახლები და დაენტრა სათბურების და ფერმების და ვისეცალა ვის და უნდა გეთქვა დახმარება მაგრამ ახლა ღმერთის წყალობით დადნა თოვლი და რა ვიცი კაი გენიაო საქვია დახმარებებიაო და ალბათ ბიზნესაც გადახედავენ და ვინცღაც აღწერს და წერს და რაც ხა იქნება იმედით ცოცხლობთ ნახოთ იმედია ხო ხა ჩემი სურვილია მაგალითად რომ რაც ხა გამოჩნდეს იმფერი პროგრამები ახალგაზრდებს უნდა ეხმარონ და რაღაც ასეც ზოგმა იგი და რაც ხა სოფლის მეურნეობა უფრო განვითარდეს სოფლებში რომ დავდივარ სრემლი მომდის გატყიურებულია ყველაფერი ხალხი არავის აღარ უნდა აი სოფელთან მიწასთან ძროხასთან ღორთან მუშაობა აღარ უნდა გაკვირებული ვარ კიდევ რაზე თუ იცი მე არ მინახია კაცი კიდს გავდეს, პამიდორს გავდეს, რამეს გავდეს და სადაც გეიხედავ კიტრი, პამიდორი ვაშლი, რა გინდა, სულ ოგულო ტრაილერს დატვირთავ, კაცი შვილის არ მოყავს აფერი. სანამდე შეიძლება ასე იმპორტირებულზე ღმერთმა დაიფაროს ახლა. იყო ხო საშუალება ხა გლეხი ვარ და რას ხდებიო ცხა იფიქრეს, მაგრამ ხო იყო საშუალება რაღაცა დიდი ომის, რაღაცა და საზღვრების დაკეტვას. მაშინ რა გეშველებათ? მაშინ იყო სხვათა შორის პანდემიამ გვაჩვენა საუკეთესო მაგალითი იყო მაგისი რომ პანდემიით რო წამოვიდა ეს უკვე დახლები რო გასუფთავდა მთლიანად ყველამ აქტიურად ჩვენ გვერდზეც იყო ჩვენს Facebook გვერდზე წერდნენ სოფელში რაღაც მიწა მაქვს რა შეიძლება გავაკეთო რა შეიძლება მოვიყვანო და ჩვენ პანდემიის ბიზნესი ბევრი გვაქვს გადაღებული ან მაშინ ხალხი ცოტათი დააბრუნა სოფელში იმ მოცემულობამ და მანდა მაინც ესე რაღაცა უბედურება უნდა მოხდეს არაერთი რომ უყურე საომავლოდ რა ხდება ხო ქონდა თქვა მე ასკანაში ვცხოვრობ ჩვენ რო ვიყავით თივას რო ვიღებდით გადაცემაც გაქონდა მაგალე ახლა მაგი 2 წელია არ დათესილა კაც არ გუვლია აი ალბათ 1-2 წელი რომ გევიდეს იქ ხეც ამოა ბუჩქიც ამოა და მე რომ გინდოდეს სურვილი კონდეს იმის რომ დათესო შენ მიწაზე ვეღარ დაათესო ხე შეგიშლის ბუჩქი შეგიშლის მიწასაც ვეღარ დაამუშავე ამაზე არ ვფიქრობთ ჩვენ წინასწარ რაღაცების გათვლა არ გვიყვარს და რისი ბრალია ეს ამბავი დათო როგორ ფიქრობ ახალგაზრდებში არა ინტერესი რატო როგორ ხედავთ ამ პრობლემას? ყველას, რა ვიცი, გეტყვია მაგალითად, აქანი ახლა რომ უთხრა კაც მომეხმარეო. აქ რომ უთხრა მომეხმარეო და უთხრა მაღაზიაში.
მომეხმარო თუ ნახე ჯერ ამ ფერიკაცი აქამდე წამოყვა ორმაგი უთხრაფული ოქროს პულს მოგცემ და სასწაულს გადავიხდი არ გაგიჩერდება არ გაგიჩერდება აი ვალინკა ტალახი ძროხა სუნი აღარ უნდა ახლა თქვა მაღაზიაში დახმარეთ უფრო ნახავ ადამიანს არა აქვს სურვილი და მე ვფიქრობ თუ იქნება ცოტა მთავრობის ინტერესი და ვიღაცას იმით დაასაქმეს რომ ამით რაცხას ვიზამ და იგი ცოტა ამით თუ ამოძრავებს კიდო სახელმწიფოს კეთილინები თუ ამოძრავდება და აი წასული ხალხი დაბრუნდება არ ვიცი, იცლება. წლიდან წლამდე თან ეს ხო არ არის გრძელ რაღაცა დიდ გრძელვადაში არ ხდება ეს ყველაფერი ყველაზე საინტერესო და სამწუხარო ესა. ჩემ მეგობარს აქვს მოცვის დიდი პლანტაცია და გუშინ მიყვებოდა სხვათა შორის სადღაც 50 ჰექტრამდე პლანტაცია აქვს. და ახლა ზაფხულში, უბრალოდ მაისისკენ ჩამოყავთ უკრაინიდან მუშა ხელი ჩამოყავთ უკრაინიდან, იმიტომ რომ გულწრფელად მითხრა, ვერ ვიპოვე ადამიანი სოფელში, ვინც მოვა და მოცვს დაკრებს. აი ორჯერ მეტიც რო გადაუხადო, არ მოდიან რა. არა, მუშა ხელი არა, ევროპაში ეხა სული ძალიან ბევრი. არა და ევროპაში ჩვენ ახ სადაც ვიყავით და გადაგვიღია, იქ ფერმერობა, მიწასთან მუშაობა, საქონელი, რა ვიცი, ფერმერი თუ გქვია, იქ არის პრესტიჟი. თან მე მახსოვს ფერმერს, ანუ ჩვენო გვერიდებაო, რომ ფერმერი საკუთარ თავს დაუძახოთო, როგორც ახლა ყველა საკუთარ თავს აკადემიკოს და პროფესორს ვერ უწოდებს, იქ არის ასეთი მიდგომა ფერმერობასთან. საბოლოო ჯამში იცით, მე იმასაც ვფიქრობ, რომ ახლა ისე მიდის ყველაფერი ეს კლინტის кейსიც, რაც ძალიან აქტუალურია ჩვენთან. ამას დაგვანახა, რომ ხალხს ძალიან აინტერესებს და ძალიან ადარდებს ის თუ რას მიირთმევს. დაიწყო ფიქრი ახლა ამ 2-3 დღეში ამ სპლინტის ამბავით დაიწყო. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი გამოწვევების წინაშე არ აღმოჩნდეთ, მაგაზე სამწუხაროდ რაღაცა ერთი ისეთი მიდგომა კომპლექსური არ არსებობს, ამაზე არავინ არ ფიქრობს. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის, ხო? მაინც ყველა შემთხვევაში ეს ჩვეულებრივი ადამიანები, უბრალო მოკვდავები დამოკიდებული ვართ ფერმერების კეთილსინდისიერებაზე. აქ აზრი არ აქვს, ვის რამდენი ფული აქვს, ვინ როგორ სტანდარტიზებულად აკეთებს. აი ადამიანი სამი ფერმიდან 2 ფერმა დაენგრა და გულწრფელად ლაპარაკობს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის პატივისცეს პირუტყვს, რომელსაც აჭმევს და კვებავს, იმიტომ რომ ეს პირდაპირ აისახება საკუთარი თავის პატივისცემაზე, ხო? იმ პროდუქტს მე თქვენ ხომ მიირთმევთ, რითაც კვებავთ ამ პირუტყვს და რაღაცა მაინც გინდა თუ არ გინდა მივდივართ კეთილსინდისიერებამდე ფერმერის და სულ ასეც არ უნდა იყოს საქმე. აქ უფრო მეტი კონტროლი უნდა ხდებოდეს სურსათის ეროვნული სააგენტოს, რაღაცა აი ამ პულსზე უნდა ედოს მუდმივად ხელი, ხო? თუ რაღაცა დიდი საგანგაშო ამბავი არ მოხდა, არ ვიცით წლობის განმავლობაში რით ვიყვებებით. და მე რა ვიცი, ერთ-ერთი იმედს რაც მაძლევს, დათო მართლა გულწრფელად გეუბნებით, თქვენისთანა ფერმერებია, თქვენისთანა ადამიანებია, ვინც ზუსტად ისე ფიქრობს სხვებზე, როგორც საკუთარ თავზე. დაიძრება აუცილებლად იმხელა საზოგადოებიდან იმხელა მოთხოვნაა უკვე, აქ დაიძრება ბევრი რაღაცა. ჩემის აზრით, ნახა, კლინტს შევეხედა იმ ქათამსაც შევეხები, 35 დღისაა. ის ქათამი ჩვენ რომ მივირთმევთ, ასე რომ ბუთურა 2 კილო და 35 დღისაა. და სოფელში რამდენი ხანი უნდა რომ ქათამა 6 თვე მაინც უნდა ჩვენ ქათამა რომ მიაღწიოს იმ დონეზე და გვერდიგვერდ რომ დადვა სარეალიზაციოდ ჩვენ ქათამს არავინ არ შეხედავს კიდო ისე ლამაზად და გაბუნტულებულია. კი. დიდება უფალს კიდე ადგენთ ფეხზე. რაფერდასან სალონდნენ თავიდან. ძუძუს გამოიშტეთ. ამათ გაიარეს დიდ თოვლობა და მთელი ამბები, ხო? აგენ შიმშილე გაიარეს, რა ვიცი, რაფერი თვალებით მიყურებდა. რამდენი დღე შიმშილობდნენ? რამდენი დღე მოუწია? თლაშერია, ყველა პურები შემოქონდა. ხო, ის ფეხით რომ მოდიოდით აქ, ეს მთელი 6 კილომეტრი გაუყვალავ თოვლში. კი, პურებს ვაჭმევდი, მაგრამ პური რას უზამს? მაგრამ დიდება უფალს ამე იკეთენ ახლა. ცოტაც მე ვეხმარე იმითაც. არა, არ არიან ისეთ ფორმაში, კარგად დგან. ერთ თვეში განახებდა ფერიქნებიან. რამდენი მოყვა აქ ამ ფერმაში? 14 სული ახალი მოყვა. 14 სული საქონელი წარმოიდგინე. ხო, მიყავდა ერთად და მოყვა ყველა ერთად მოსრისა. ვაჰ. და დიდი ძროხებიც. ხორცი არ გვისარგებლია. ხო, ნუ ეგ რა თქმა უნდა. შემდეგ როცა Facebook-ზე ავტვირთავთ ამ გადაცემას, მე კომენტარებში დაურთავ წინა გადაცემებსაც, რომელიც დათოსთან ერთად გვაქვს ჩაწერილი, რომელმაც მართლა ფურორი მოახდინა, იმდენი ადამიანი გვწერდა და გთხოვდა, რომ ის სიყვარული გადმოგვეცა თქვენთვის, რაც რა ვიცი, იმ რაღაც 20 წუთიან გადაცემაში მაყურებელმა როგორც შეგიყვარათ და ეგ ძალიან მიხარია. აი, მაშინაც ხო იმ გადაცემებშიც
უამრავ პრობლემაზე ვილაპარაკეთ. Როგორი ცხოვრება გაქვთ გამოვლილი და რამდენჯერ მოგიწია ცხოვრების ნულიდან დაწყება. და დღეს კიდევ აი 1 თვის წინ მოხდა ეგეთი ამბავი, აშენებული ფერმა რავი დაგეგმრათ 2 ფერმა მოყვა საქონელი. მე ეგ მაინტერესებს რა გაძლებინებთ, ანუ როგორ ნახულობთ ამ ძალას, აი რა ჭირდება ადამიანს ცხოვრებაში იმისთვის, რომ აი თქვენაირი მტკიცე, შეუპოვარი, ძლიერი კაცი იყოს. იმ გურული ხასიათის გარდა, რომელიც ვიცი, რომ ძალიან ბევრ ამას გაკეთებინებთ. რა გითხრა. ეთყობა ბავშვი არ უნდა გაზარდო ბავშვობაში, ფუფუნებაში. ერთი ამავს ხედავ. ამავს ხედავ მარტო ჩემ იმაზე კი არა. რომ ახსენდება ახლა ჩემი თაობა, რომელსაც მშობლები უფრო ძლიერად ყავდა, უფრო იმათ რა, უფრო ძლიერად ყავდა, ისინი ცხოვრებაში ნაკლებად აქტიურები გამოვიდნენ და რომელსაც ცოტა გვიჭირდა, ხო და არ ქონდა იგი უფრო ცხოვრებაში იმუნიტეტი გამოიმუშავეთ, ესეთი სირთულეების. აქტიური გახდნენ და ბევრმა კარგად მიაღწია. ყველა მიმდენს მიაღწია რომ მისი ოჯახი გაყოფილი ყავს, აი ვინც გაჭირება და ია გამოვლილი. კი რუსთაველის სიტყვები მახსენდება, რუსთაველისა ხო შვილს მოეკეცი მტრულა და ორად, ხო ესე იგი არ უნდა მიცე. ახლა მე წავს ბიჭი 9 წლისაა და ახლა მეხმარება ყველაფერი სადაც მივალ წევი ყველგან დამოყობა იგი და ერთი მომწონს იმისგან რომ მე ვერ ვიზამ იმისგან ჯერ არ მომისმენია. რაც ამბობალო ღმერთი და რა ვიცი მასე მინდა გავზარდო. იმასაც ვერ წყვიტაო, რასაც სხვა ბავშვებს აქ, იმასაც ვერ წყვიტაო, მაგრამ ვთქვი, აქეთ რასაც აქედაც საქმესაც და იმასაც ვაყვარებ. კი, მაგაზე უფრო იგი არა მომდის ახლა იგი საქმეა. თავიდან მართლა ძალიან ვფიქრობ ინტერნეტზე იმას, რაც შემიძლია ძალიან ვერ ვარ გაცნობიერებული, მაგრამ ვეძებ ამ სკლინტის იმას ისტორიას. რა ვიცი, თუ რამე შეთითხნილი არა და თუ რამე მართლა არ ვიცი, ჩემთვის ყველაფერი წარმოუდგენელია, რასაც გემიგონებ ტელევიზორში იმჯერავს. ხო, მაგრამ სკლინტის რო ხამჭამოს, აი, ჩემთვის რა ვიცი. ხო, ამბობენ ამას იმით ამართლებენ, რომ მაგალითად ნახე ევროპაში არ არის ეს თუ ქიმია რა, ჩარეული შიგნით და სუნი და არ დუუკარგა, არავითარ შემთხვევაში არ იმაში არ შეჭამდა. არ მიაკარებს. არ მიაკარებს. რა ვიცი, დავამბა რომ იმას რო ხარ, რა ვიცი, რაფერს გინდა ისე ჩავატაროთ ექსპერიმენტი, რამდენი დღეც გინდა, იმდენი ვაში ვშილოთ, კი უძლებენ აგენი. ნახე თუ მოგაროს, თუ მიაგაროს პერი. აუ გიждები. ეს ადგილი კარგად მახსოვს. აქ შევხვდით ჩვენ, როცა პირველი გადაცემა გავაკეთეთ. კი, დანგრეულია კი, შეხედავთ თუ აქედან ტალახია, იქიდან შევხედოთ. ესეც თოლმა დაანგრია. ესეც თოლმა დაანგრია 100 მეტრი აქვს სიგრძე. დეიშალა მოყვა ძროხები შიგნით, მაგრამ ნაწილი გადარჩა. შე დამბულია მყავდა, აქ გაშვებული მყავდა შიგნით და უფრო მონახეს ისეთი ადგილები, სადაც თავი გადაერჩინენ. ასე ალაგ-ალაგ რო გაქვთ ფერმები, ეგ რამ გამოიწვია დათო? რამ გამოიწვია და არ მქონდა ადგილი, საქონელი ლომამ მყავდა და ზამთარი რომ მოდიოდა, არ მქონდა ადგილი, თუნდაც ერთ შენობაში შემენახა თუ არა. აქანი მყავდა თავიდან ხა შემოდგომაზე წვიმებში, გეში ახეძირებში ზოგი იქით გადიყუდრებდა, ქიძლებდა და თოვლი რომ გევიგონე შემეშინდა. ხო და დავანაწილე. საქონელი და უფრო იგი ჩემი აზრი იმაში მქონდა ჩადობილი რომ აგეს გაზდა მინდოდა. გამრავლება მინდოდა რომ ასე რამდენი ყავდა დათო მაშინ? 84 იყო თავიდან და მე მოგდა მოყვენ თოლმა მოყვა. რა ვიცი ფოსაკნელებია კიდევ შიგნით რამოდენიმე უნდა ქნას მთაში წასვლამდე. კიდე თხებიც ყავს და თხები ყავს ერთი 50 სული, თხებიც უფრო მარტივია, ასე რაღაც თუ სტიქი არ მევიდა და დიითოლი არ მევიდა, მაგრამ ძალიან შეგაწუხებს. თუ ძაღლები ყავს ისე რომ ტურიდან და ისე ტურებს ძვის ძალიან, ამ თიკანს და იმას უფრო პატარაა და უფრო იპარავს და 3-4 ძაღლია შიგნით და იცავენ. და გაშვებული ყავს სოფელში. სადაც მართლა ვერ გეიარდი. აი მერი ბარდი იყო და რა ვიცი
ამ თხემა გზაი მაინც გააკეთა რა რომ გეიარო იზია ჩვენი სოფლების საქმე წასულია თხების ნასიარულებში გეიარდა ძროხის გზაიც აღარა გადიბარდა ყველაფერი ღმერთით ალბათ ვინმე მოხედავს ამ სოფლებს და რაც ხა იქნება თორე გული მიტირდება ყველაფერი რაც ხა ამ სოფლებში რომ დავდივარ სადაც ბავშვობაში ხა მინდორი იყო და დავრბოდი და იგი მახსოვს ყველგან ეკალბარდი და იგია ხესაც რომ უყურებ ხესაც რაც ხა ხდება ხეც დაბერებულია ყველაფერი რაღაც შეცლილია გული მოგიკვდება თან სადაც გაზდილი ხარ და გიყვარს იადგილი ასკანაში ვარ გულით კი ვარ რომ ნახულობ ხო თან ამუშავებელი ბავშვობა იქინე ბარდი არ ამოსულიყო და ი არ ამოსულიყო წვალობდი და ახლა ისია გადავარდული ყველაფერი ვერ გეიარ როცა დუძახებთ არ უნდა მოატყუო კაცის არ იყო საკონელი არ უნდა მოატყუო როცა უძახი რაღაც უნდა დაახვედრო ცოტა რომ იცოდეს რომ დაძახილზე რაცხას აჭმეო რა საკვებია ეს აი იგი პულის კეკალი ქერი და სიმინდი ერთად აფქოული ვართ მოწონთ რო ვატყო ხო მერიაშია საფქვევი და იქნებ აფქოვიებთ ჩვენ თვალწინ აჰა ზოგი არ ჯამს მოყურება ახლა თუ ფეხი ჩააბიჯა იმან არ შეჯამს მერძეული მიმართულებით არ მუშაობთ ხო არ მუშაობ მერძეული სხვა ჰიგიენა უნდა რა სხვა ჰიგიენა უნდა რომ ნახო ზოგი ისე იღებს ყველს შეიძლება ცხოვრებაში ყველი აღარ ჯაფ კიდე ამ ქარტეხილებში რაც გამოვლილი გაქვთ რაღაცა სხვა საქმისკენ მაინც არ მიგიწევთ გული ბოლომდე მაგათი ერთ გული რჩებით ბევრი შრომა მაქვს შადობილი შიგნით და საფერსიგინია თუ აშკარაშია რაც ბევრი შრომა მაქვს შადობილიო უფრო გიყვარსო ეთყობა იმის გამო უფრო მიყვარს რა ვიცი მიყვარს ამდენად გასაკვირია უნდა იყოს მიყვარს ბოლოს შეიძლება იგი რა ის სიყვარულზე მელაპარაკები ბოლოს კლავო მიყავს ბონიზე სასაკლაოზეო მაგრამ რატომღაც რაც ხა აი უფრო სიამოვნებას მანიჭებს ის ხოს გაზდილს რო ხედავ რაც ხა უფრო მიხარია მე ორბიჯუსდი რაც ხა უფრო ცხენ შეიყვარებენ მეთქე ხა ძაღ შეიყვარებენ ბუნებასთან უფრო ახლოს შეხება ექნება მეთქი ბევრი იმას უყურებ რომ პლუსით ამ იმას მაგრამ რომ მოხვდები ჩემებთან მეგობრებთან ნათესავებთან ოჯახის წევრებთან ყველა მეჩხუბება არ გინდა მაგრამ მაინც ძალიან მყავს რა მყავს შვილას გებიცები ძალიან მყავს აღარ ჩემებთან ვისაც არ უნდა მოხდე ყველა თავის დანებებას მეუბნება ამ საქმეს რაფერი რაღაცა ისი დამეთანხმება რა ფერმერები შეიძლება ერთი 3 თვე 4 თვე ისე მშვიდად იყო ასე ახლა დრონით გადახედო სულ არ დააჭამო აფერი გადახედო იქნა დეითვალო წახვიდე მანქანიდან არ ჩამოხვიდე ისე მაგრამ 1-2 დღე იმფერი გამოგეკრება რომ აგერა თქვა რომ მოგვიწია სტიქია ხო რა ხან თაზე მოგვიწია ხარ რაცა გიწევს რა იმფერის საქმეა გიწევს სტიქია და 1-2 დღე იმფერი მოგვიწევს თაობეს დაგაწყევლიებს შეიძლება ხელით ჩაგაქნევინოს ყველაფერს. კი, და იგი რა მეკვირს კიდე თუ იცი, აი ფერმერებთან ხომ აქ ახლო კონტაქტი. ყველას უნდა დაანებოს თავი. და თქვათ მთაში რამდენი სახლი იყო რომ ახსოვს ნელ-ნელა ახლა ჩემ იმაში ნელ-ნელა ილევა აი იგი მესაქონლე ხალხი რა, აღარ უნდა აღარავის. უფრო იოლი ცხოვრება უნდა ყველას მარტივი სამუშაო. ეკრანებთან ტელეფონს. მე ვამბობ, ჯოჯოხეჯი უნდა მოხდეს, ვინც ხამ ტელეფონზე იგააკეთა. ეკრანი გუგეთა ტელეფონს. არა, მაგითაც კეთდება ბევრი საქმე, მაგრამ ის რაღაცა მე ვისაც უყურებ აღა ჩემი თვალი, ვისაც ხედავ საფერს არ აკეთებენ, იგი დრო გაყავენ. თქვენ დაიწყეთ ნახევარ ფაბრიკატების წარმოება. ხო? მე არ მინდა რომ ბევრი რამ აქ ვილაპარაკოთ ამ თემაზე. მინდა მაღაზიაც ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს და ძალიან ყურადღებით უყურეთ ამ ეპიზოდს. კარგად დააკვირდით იქ თითოეულ დეტალს, იმიტომ რომ ამაზე დათოც გველაპარაკება, რატომ და როგორ მოაწყო ეს მაღაზია და მას ეხა ძალიან ჭირდება ჩვენი მხარდაჭერა ამ ამბავში. ჩემი ერთი ამოცანაა მართლა რაც გეუბნები, რაც შეიძლება ნატურალური გავაკეთო და ნატურალური პროდუქცია მივიღო. იმიტომ ავწველი იმ ძროხასაც, რომ ნატურალური ხორცი მივიღო. ახლა მთაზე წარმოიდგინე, რასაც იწველება, ზოგადად 14-15 დღეს იწველება. და ერთი ხბო ჭავს მაგას და კიდევ მასთან იფსუფთა ბალახს, იფსუფთა წყალს და რა ვიცი, ვცდილობ, რამდენად გამომდის, თქვენ შემიფასეთ. კი ბატონო, წავედით მას შესაფასებლად, ნახოთ დათოს ნახევარ ფაბრიკატები როგორია.
ახლა სავარაუდოდ ჩვენი გადაცემის 26-27 წუთია დასასრულისკენ მიდის. და მაყურებელს მინდა გულწრფელად უთხრა, ჩვენი საუბარი სადღაც საათნახევარი გრძელდებოდა, მაგრამ ამის შემცირება მოგვიხდა 30 წუთამდე. და საქმე რაშია? თქვენ ალბათ ნახავდით მთელი გადაცემის განმავლობაში, რა არის აი ამ ძალიან საინტერესო, მშრომელი, ბევრი თავის ტკივილი გავლილი ადამიანის თავარი მიზანი. თქვენამდე, მომხმარებლამდე მოიტანოს სრულად ნატურალური სუფთა პროდუქტი და ის, რასაც თვითონ ებრძვის და რის გამოც თავის საქმეს თავს არ ანებებს, ზუსტად ეს არის, რომ საკუთარ თავში და შრომაშია დარწმუნებული. ოზურგეთის ცენტრში მოსულ ადამიანს ხდება პროდუქტი, რომელიც თვალწინ მზადდება, მის თვალწინ მზადდება. ესეთი სივრცე შექმნა დათომ და შუშაში მაქვს, იმიტომ რაც ტარდება, რაც იხვევა, ყველა ყურებს ამას ეჭვის თვალით და იმიტომ მაქვს შუშაში რა ტარდება, რა სახოს, ყველა მისი თვალით ნახოს. და რა პროდუქტებს თავაზობთ მომხმარებელს, დათო? რა ვიცი, პრეტენზია გვაქვს ხინკალზე, რომ პირველები ვართო, მაგას მომხმარებელი უფრო გვეტყვის, რა ვიცი, მეუნებინ და ძალიან მიხარია. მე მაგალითად ბევრი რაღაცა მომწონს, მაგ ხინკალის გარდა ქავაბი, პილმენი, აი ყველიანი ვარენიკებზე გიждები, იმიტომ სულგული სურები რაცა ძალიან გემრიელია. რა ვიცი, ერთი იმხელა ვიზდები სიმაღლეში, რომ მოდის მომხმარებელი და კაი იყო და ოზურგეთში ამ ფერს თუ გავშინჯავდი არ მეგონა და ერთი 10 კაცი კი მე ვიყვანე, რომ ეს გემო დაგვესვა, ვითხოვდით, გადავიხდით, რაც გინდა, ოღონდ ეს გემო დაგვესვიო და გამოჩნდა ღვთისმიერი და დაგვისვა. შესანიშნავ ხინკალს აკეთებს სულ რამდენიმე წამში თქვენ ნახავთ ამ კადრებს. და აქაც თქვენი მთავარი მიზანი არის ნატურალური ჯანსაღი, გემრიელი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხო? აი კორმი რაღაც ამ რაღაცები საერთოდ არ მიყიდია ჩემს საქონელისთვის. პრემიქსები და მთელი ამბები. მაგენ წინააღმდეგი ვარ. უარს ამბობთ თქვენ. კი ბატონო. და ეს მთელი ნაშრომი თავს იყრის აი ესე. აი აქ, აი ამ პარარა ხინკალში. მე ახლა მაინტერესებს ჩემო დათო, როგორ მიდის აი ამ ნახევარ ფაბრიკატების ამბავი. ახალ დაწყებული გვაქვს. სულ რამდენიმე კვირის? დღეა. სულ რამდენიმე დღის? ხო, კვირა, ორი კვირა არ იქნება, რამოდენიმე დღეა დაწყებული გვაქვს. აუ, ვინც იყო, ხომ შეიძლება ერთი ვიღაცა მოსულიყო და ეთქვა რა, იგი, ვინც იყო, ყველა, რა ვიცი, ძალიან კაი იყო. თელი სული და გული მაქვს ახლა ჩადობილი მაშინვე. მე მთელი გულით ჩემი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ჩემს უსაყვარლეს რესპონდენტს, საუკეთესო ადამიანს, რომელიც ამ გადაცემით შევიძინეთ, მთელი გულით გთხოვთ, რომ თქვენი საქმე გააგრძელოთ. გულშემატკივრობთ ბოლომდე. პირობას რომ გავაგრძელებ. ამ ამბავში თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. დათო, მოკლედ წავედით დასასრულისკენ. ძალიან დიდი მადლობა რა, როგორც ყოველთვის ყველა მოსვლაზე უფრო და უფრო მეტად ნასიამოვნები ვრჩებით თქვენთან ურთიერთობით, თქვენი გულწრფელი საუბრით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი განწყობით მივდივართ. აქედან შეუდარებელია მოკლედ ყოველ ჯერზე თქვენთან სტუმრობა. წარმატებებს გისურვებთ. და უბრუნდებით აუცილებლად. დიდი ალბათობით სადღაც ივნისისკენ დაგიბრუნდებით, მგონი, როცა უკვე საქონლის გადაყვანას დაიწყებთ. იმედი არაფერი შეგვიშლის ხელს. გვერდით. დიდი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ ადამიანს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას თქვენთვის საინტერესო თემებზე და ერთ კვირაში ისევ შეგხვდებით. მომავალ შეხვედრამდე.